ეს საბუეს ნათლისმცემლის ტაძარია, რომელიც დაახლოებით მე-7-მე-8 საუკუნით თარიღდება. ტაძარი დაღესტან საქართველოს გზაზე მდებარეობს და სწორედ ამიტომ ისტორიკოსები ამ ნაგებობის ისტორიულ მნიშვნელობაზე საუბრობენ. ტაძარი, როგორც ხედავთ, არის ნანგრევებად ქცეული, თუმცა მის კედლებზე დღემდე ფრესკებია შემორჩენილი. დაღესტნის გზაზე ეს ერთადერთი ეკლესია, რომელშიც ისტორიული წყაროების მიხედვით ქართველებთან ერთად ქრისტიანი ლეკებიც ლოცულობდნენ. ეს მაშინ ვიდრე საზღვარი გაჩნდებოდა. წლების შემდეგ მტრობამ მოიტანა ის, რომ ტაძარი ერთგვარი ციხე გახდა, ერთადერთი დამცავი შემოსევების დროს. ერთი გავლითაც, ზოგადი გავლითაც კარგად ჩანს რა მდგომარეობაშია ძეგლი, რომ ძალიან უჭირს და მისედა ნალექების ზემოქმედება ძალიან ხელს უშლის ძეგლის შენარჩუნებას. ამ ეტაპზე ჩვენ გულისხმობთ უბრალოდ კვლევით სამუშაოების დაწყებას. ეკლესია თავდაპირველად მე-7-მე-8 საუკუნეში აიგო. მე-16 საუკუნემდე იცვლებოდა კომპლექსი. მას შემდეგ ამ ტერიტორიაზე აღდგენითიან გასამაგრებელი სამუშაო არ ჩატარებულა. ასეთი ისტორიის მქონე რელიგიური ცენტრისგან დღემდე მხოლოდ ნანგრევები შემორჩა. დღესდღეობით საბუეს სამეკლესიანი ბაზილიკის არსებობა საზოგადოების მხოლოდ გარკვეულმა ნაწილმა თუ იცის. აქ მომლოცველებიც იშვიათად ჩამოდიან. თუმცა დღეს ინწობა ჩელთის ორ მდინარეთში ხალხმრავლობა იყო. ძეგლი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა და კულტურის მინისტრის მოადგილემ დაათვალიერეს. მდგომარეობა შეაფასეს და მომავალ გეგმებზე ისაუბრეს. დღევანდელი ჩვენი მისიის მიზანი იყო, რომ დაგვეგეგმა აქ კვლევით სამუშაოები და თქვენ იცით, რომ კვლევით სამუშაოების შემდგომ შეიძლება განსაზღვრა თუ რა ტიპის ჩარევები იქნება საჭირო. ამიტომ დღევანდელი მუშაობის შემდგომ ჩვენ შევაფასებთ და დავგეგმავთ კონკრეტულად რა ღონისძიებებს განვახორციელებთ. მოხდება ამ ძეგლის ეს იქნება დაკონსერვება, რეაბილიტაცია თუ სამუშაოების ჩატარება, როგორც თქვენს აქ არქეოლოგებიც უნდა ჩარიონ აუცილებლად, იმიტომ რომ მიწის სამუშაოებია ჩასატარებელი. სამონასტრო კომპლექსის დათვალიერებისთანავე ისტორიკოსებმა ფერადი კრამიტი აღმოაჩინეს. გაირკვა, რომ წლების წინ ეს უნიკალური ძეგლი ცისფერი კრამიტით იყო გადახურული. შემორჩენილი არის რამდენიმე კრამიტის ფრაგმენტი გდია. ეს არის მოჭიქული ცისფრად, ლაჟვარდისფრად მოჭიქული კრამიტით, რაც იმის დასტურია, რომ ეს ეკლესია სწორედ ასეთ ცისფერი, ამ ეკლესიას ცისფერი სახურავი ჰქონდა, ეს ლაჟვარდისფერი კრამიტით გადახურული და ესეც სავარაუდოდ მე-16 საუკუნეში უნდა იყოს შესრულებული ამის გადახურვა. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შესული. მას აღდგენა ესაჭიროება. კულტურის სამინისტრომ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ თემაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. ასეთი იყო დღის მთავარი ამბები და ქრონიკა 20 საათზე ნახვამდის. მადლობთ რომ გიყურეთ.